კიდევ უფრო ახლოს ევროკავშირის სანქციებთან დასავლეთიდან შეზღუდვების აქამდე უპრეცედენტო ტალღის შემდეგ სულ უფრო რეალური ხდება, რომ ივანიშვილის რეჟიმს მიზანში ევროგაერთიანებაც ამოიღებს. ბალტიის ქვეყნებმა ქართველ ეგრეთ წოდებულ დეპუტატებს, რეჟიმის მოსამართლეებს, პროკურორებს და მოძალადე პოლიციელებს საკუთარ ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალეს. რეჟიმის ოპონენტთა თქმით, სწორედ ეროვნულ დონეზე სანქციებია იმის სიგნალი, რომ შესაძლოა ქვეყნებმა უნგრეთის და სლოვაკეთის ვეტოსაც აუარონ გვერდი და ვიხილოთ სანქციები 25 წევრი ქვეყნისგან. სალომე ლაბაძე აგრძელებს საუბარს თემაზე ფორმულას პირდაპირ ეთერში. ბალტიის ქვეყნების შემდეგ სანქციების სიას ქართული ოცნების მრავალი ათეული წარმომადგენლის შემადგენლობით სავარაუდოდ ევროკავშირის სხვა წევრი სახელმწიფოებიც დაამტკიცებენ. ამ ვარაუდის საფუძველია პრაქტიკა, გამოცდილება, რომელიც გვაჩვენებს, რომ ქართული ოცნების სანქციების პირველი ტალღა წამოიწყეს სწორედ ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა. ამის შემდეგ კი ოცნების რეჟიმის ლიდერებს სანქციები დაუწესეს როგორც დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებმა, ასევე ბიძინა ივანიშვილი დაასანქცირა შეერთებულმა შტატებმაც. ახლა კი როცა შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს შორის არის გარკვეული დაძაბულობა უკრაინის თემაზე, რის გაღრმავებასაც გულშემატკივრობს ივანიშვილის რეჟიმი და ამ პირობებში მაინც ხერხდება რეაგირება ამ რეჟიმის ანტიდასავლურ და ანტიდემოკრატიულ პოლიტიკაზე. ეს სპეციალისტების შეფასებით არის იმის დასტური, რომ ქართული ოცნება მიუხედავად მცდელობისა საკუთარ მმართველობას როგორც მნიშვნელოვან პრობლემას ევროკავშირის თხის წესრიგიდან მაინც ვერ ამოშლის, რადგან ევროპელ აქტორებს კარგად აქვთ გააზრებული, რომ რეაგირება ოცნების ამ პოლიტიკაზე ნიშნავს ბრძოლას რუსეთის გავლენების წინააღმდეგ. ქართულ ოცნებაში კი როგორც მოსაუბრებელი ამბობენ, რომ ბალტიის ქვეყნების მიერ დაწესებულ სანქციებს განსაკუთრებული მნიშვნელობა მათთვის არ აქვს. ეს სანქციები კიდევ ერთხელ დასტურია, რომ არანაირი დაახლოება ეგრეთ წოდებული ხელისუფლების სინამდვილეში ავტორიტარი უზურპატორი მმართველის ივანიშვილის და დასავლეთის ქვეყნების არ იქნება და მეორე ასევე ძალიან მნიშვნელოვანი, რომ არა მხოლოდ ივანიშვილია სამიზნე, ივანიშვილი არა მხოლოდ საკუთარ თავს ვერ იცავს და ეს გვაჩვენა და მათ შორის ამავე კონტექსტში უნდა ვახსენოთ დიდ ბრიტანეთში კვლავ გააქტიურებული პოლიტიკური დებატი ივანიშვილის სანქცირებაზე, არამედ ის ვერ ახერხებს ვერც მისი ხელქვეითების ეგრეთ წოდებული ხელისუფლების წარმომადგენლების დაცვას. ასე რომ თითოეულ მათგანს თავად ივანიშვილი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სწორედ რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ საქართველოში ანტიდემოკრატიული ნაბიჯების გამო დაასანქცირა. ანუ იმ ადამიანებს, ვინც ახლა სანქცირდებიან, კარგად უნდა ესმოდეთ, რომ არა საქართველოს, ანუ მათი სამშობლოს, არამედ რუსეთის ინტერესებისთვის და რუსეთის ინტერესების გატარებისთვის ისჯებიან ისინი და ხვდებიან ამ სასანქციო სიაში. ანუ ეს არა მხოლოდ მათთვის პირდაპირ გაგებით სასჯელია, მათ კარგად უნდა ესმოდეს, რომ ძალიან მძიმე მათ შორის მორალური ტვირთი და სასჯელი იქნება მათთვის, როდესაც შენი ქვეყნის მტერის რუსეთის ინტერესების სასარგებლო მოქმედებისთვის ხარ სანქცირებული. სესიები ცხადია გაფართოვდება იქამდე, სანამ ეს რეჟიმი არ გაჩერდება და არ შეწყვეტს მათ შორის გამოძიებას, მათ შორის უკანონო ჩაგვრას იმ ადამიანებისა, რომლებიც იბრძვიან საქართველოს ევროპული მომავლისთვის. მთავარი ფოკუსი არის უკრაინა და ასეც უნდა იყოს, რაზე არის საუბარი, მაგრამ ამავდროულად, როდესაც აი ეს სანქციების, ასე ვთქვათ, ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ეს მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ მაინც ფოკუსის ქვეშ ვართ, ჩვენს მიმართ ყურადღება არის და ჩვენი დასავლელი პარტნიორები, ევროკავშირი, რა თქმა უნდა, აღიარებს იმას, რომ პირველ რიგში ეს არის რუსული გავლენების წინააღმდეგ ბრძოლა. ამიტომ ეს ასეც იქნება და ეს ასეც გაგრძელდება. არავის არ ეგონოს, რომ საქართველო და საქართველოს მოქალაქეები დარჩებიან მარტო ამ ბრძოლაში. რატომღაც ბალტიისპირელები ძალიან აქტიურობენ. ეს არის ქვეყნები, რომელთა პირველი ნომერი სავაჭრო პარტნიორი არის რუსეთი. მართალია ახლა ეს სანქცია დიდ არაფერს არ წარმოადგენს კონკრეტული ადამიანებისადმი. მაგრამ არის მანიფესტაცია მახინჯი პოლიტიკის ორმაგი სტანდარტის, რომელიც ამ შემთხვევაში ესტონეთს ახასიათებს. საინტერესოა სანქცირებულ პირთა შემადგენლობაც ესტონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის მიერ შემოთავაზებულ აი ამ პაკეტში განსაკუთრებული აქცენტია მზია ამაღლობელზე და გარდა იმისა, რომ აქ წარმოდგენილია სანქცირებულ პირად ქართული ოცნების რეჟიმის არაერთი ლიდერი, მათ შორის ამ რეჟიმის არაერთი თვითმარქვია დეპუტატი, ასევე ამ სანქცირებულ პირებს შორის ჩვენ ვხედავთ ყველა იმ პირს, რომელიც უკავშირდება მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობას, მათ შორის სანქცირებულია ირაკლი დგებუაძეს, ბათუმის პოლიციის უფროსი, რომლისთვისაც სილის გაწნასაც ედავებიან სწორედ მზია ამაღლობელს სისხლის სამართლის საქმედ და რის გამოც მას მრავალწლიანი პატიმრობით ემუქრებიან.
ეს სანქციები არის მხარდაჭერა, ის გამოცხადება საერთაშორისო საზოგადოების მიერ ქართული ხალხისადმი და რა თქმა უნდა მზია ამაღლებელისადმი არაერთი განცხადება გააკეთდა, როგორც ვთქვათ, პროფესიული წრეების მიერ, ისე ვთქვათ, პოლიტიკური ჯგუფების მიერ მზია ამაღლებელის გათავისუფლების მოთხოვნით, თუმცა სამწუხაროდ ამ ხელისუფლებისთვის არაფერს არ ნიშნავს ეს, ამიტომ ამ სანქციებსაც და ამ განცხადებებსაც ვიღებთ როგორც მხარდაჭერის გამოცხადებას. მზია ამაღლებელი არის უკანონო პატიმარი და ეს ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს. მზია ამაღლებელი ისჯება იმ პროფესიული საქმიანობისთვის, რასაც ის წლების განმავლობაში ახორციელებდა არა მხოლოდ აჭარაში, არამედ მთელ საქართველოში და ამიტომ მნიშვნელოვანია ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ სასამართლო იყოს დამოუკიდებელი და ჩვენ აღარ გვყავდეს სინდისის პატიმრები, ისეთი პატიმრები, როგორიც არის მზია. ბალტიის ქვეყნების მიერ დაწესებული სანქციების გარდა ყურადღებას ასევე იქცევს უკრაინის სპორტისა და კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებაც, კიევის გადაწყვეტილებით კახა კალაძეს, სწორედ ის არის აი ამ გადაწყვეტილების ადრესატი, უკრაინის სპორტის საერთაშორისო კლასის ოსტატის წოდება ჩამოერთვა. მე შეგახსენებთ, რომ კახა კალაძე, რომელიც ახლა რეჟიმის ერთ-ერთი ლიდერია და თბილისის მერის თანამდებობას იკავებს 1998-2001 წლებში კიევის დინამოს შემადგენლობაში ასპარეზობდა.